ყველას მოგესალმებით, ფეხბურთის მოყვარულებო BetLive Master Liga ისევ დაგიბრუნდა სტრიმზე. შეგახსენებთ, ეს არის BetLive Master Cup-ის ნახევარფინალური დაპირისპირება, ერთმანეთის წინააღმდეგ კი ძალებს გამოცდის აპტოსი და არესი. ვნახოთ როგორი შეხვედრა იქნება, საკმაოდ რთული გზა გაიარა როგორც ერთმა, ასევე მეორე გუნდმა აქ მოსაღწევად და ნახევარფინალში სათამაშოდ. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს ორივე გუნდი იმისთვის, რომ გადავიდეს ფინალურ ეტაპზე. შეგახსენებთ, დღეს იქნება ორი შეხვედრა, არესი ითამაშებს აპტოსის წინააღმდეგ, ხოლო თბილისის მერია ითამაშებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ ორი ძალიან კარგი დაძაბული, რაც მთავარია და სანახაობრივი შეხვედრა გვექნება, ამაში დარწმუნებული ვარ. თბილისის მერიამ დაამარცხა თელავი, აპტოსმა დაამარცხა ავტოიმპორტი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში პენალტების სერიაში, ასევე მერიამ პენალტების სერიაში გაიმარჯვა თელავთან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაამარცხა წყალტუბო ანგარიშით 1-6, ხოლო არესმა დაამარცხა ბრენდერი ანგარიშით 4-1. და ესე მივიღეთ ნახევარფინალური წყვილები, რომელიც ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ. თეთრ და შავ ფორმაში იქნება წარმოდგენილი არესი, ხოლო ცისფერ ფორმაში იქნება აპტოსი. არესის მთავარი მწვრთნელი გახლავთ ბექამ ერკვილაძე, ხოლო კახა ტოგონიძე არის აპტოსის თავკაცი. პირველივე წამებზე საკმაოდ აქტიურად შეუტია აპტოსმა მოწინააღმდეგეს. პირველად ჩაერთო ბერძენაძე თამაში და მოიგერია კიდევაც ბურთი არესის კიპერმა. ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყება უკვე გითხარით თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირება და უკვე 7 საათზე იქნება ფინალი BetLive Master Cup-ის, საკმაოდ საინტერესო ჩემი აზრით. 4-ვე გუნდი, რომელიც ახლა იღებს ნახევარფინალებში მონაწილეობას, 4-ვე ჩემი აზრით იმსახურებს ფინალურ ეტაპზე გადასვლას. ამიტომ ყველა ვარიანტში მივიღებთ დასკვნით ეტაპზე საკმაოდ საინტერესო წყვილს. არესის შემადგენლობაში საკმაოდ აქტიური და ასთავარია შედეგიანი იყო ნაფიშვილი, ასევე კარგი იყო ძალიან ჯანელიძე, ტუღუში, რომელმაც არაერთი დრიბლინგით დამამახსოვრა პირადად მე თავი. აპტოსის რიგებში ასევე გამოყოფთი მართიაშვილს, ჯინიკაშვილს, კაპანაძეს, აი ტრიოს. ნახოთ დღევანდელ შეხვედრაში ვინ დაგვამახსოვრებს თავს. სწორედ ჯინიკაშვილი უტევდა ახლა აქტიურად არეს. კაპანაძის პასი იყო დროული, რაც თავარია. მათიაშვილს მცირედი ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ის უკვე მოედანზეა და თამაშობს არესის წინააღმდეგ. აქტიური პრესინგი შეთავაზა ახლა აპტოსმა მოწინააღმდეგეს. ტუღუშის გადაცემა წინ ზუსტია. ჯანელიძემ ვეღარ შეძლო შემდეგ წინსვლა, მაგრამ ბურთი დაიბრუნა ქუთაისურმა გუნდმა. შეცდომა დაცვაში დარტყმა და ჯინიკაშვილს გააქვს პირველი გოლი, დაწინაურდა აპტოსი. ანგარიში ხდება 1-0. დაისნა ანგარიში, დაწინაურდა აპტოსი. გოლი გაიტანა შეცდომა, რომელიც ნაფიშულმა დაუყო. დაცვაში სავალალო აღმოჩნდა ქუთაისური გუნდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნაფიშულმა შემდეგ დაგვამეტებით ითამაშა, მაინც ვერ მოახერხა გუნდის დახმარება. მოკლედ დაწინაურდა აპტოსი შეხვედრის მეოთხე წუთზე. აპტოსმა საკმაოდ უხეში თამაში შეთავაზა კავკასიის ავტოიმპორტს. არც ავტოიმპორტმა დააკლო იმ შემთხვევაში, იმ შეხვედრაში უკაცრავად. ამიტომ ნახოთ დღეს როგორ გამოიყურება. ასე ვთქვათ, არის ფეხბურთელები მოედანზე ამ ყველაფერს ნახოთ, შეთავაზებენ თუ არა ასევე უხეშ თამაშს.
აპტოსის ფეხბურთელები არის. გადაცემა წინ. ნახოთ ვინ იქნება პირველი ბურთზე. როგორც ეს მათიაშვილი შეეხო ბურთს, არისმა დაიბრუნა ბურთი. საკმაოდ უკან დახეული თამაშობს დღეს ნაფიშვილი. არისი შემადგენლობაში უფრო შემტევ პოზიციაზე იყო. შემთხვევაში ნაფიშვილი. ეს რაღაც ტაქტიკურ გადაადგილებას ხავს არესის მხრიდან. სიტუაციაშია ჯინიკაშვილი, აქ აღარ გარისკა. დაცვაში კელიხაშვილი იყო თუ არ ვცდები. არა, კელიხაშვილი არ იყო, ის იყო ხიდაშელი. კარგად გაისარჯა დაცვაში და ბურთი მოიგერია უბრალოდ უმისამართოდ წინ. იმ შეხვედრაში საკმაოდ კარგი იყო აპტოსის 25 ნომერი დაცვაში. და თვითონ აპტოსი გამოიყურებოდა კარგად. როცა საქმე ეხებოდა დაცვას. ვარდნაში აართვა ნადირაძე მოწინააღმდეგეს ბურთი. ჩაჭრა უბრალოდ ვარდნაში. თორემ ვარდნა შეგახსენებთ ბეთლავი მასტერლიგის წესების მიხედვით ითვლება თამაშის წესების დარღვევად. ჯერჯერობით ორივე გუნდი ცდილობს რომ როგორმე დაალაგოს თამაში შეტევაში პირველ რიგში. გადაცემა შეტევის მარცხენა ფლანგზე. თქმა უნდა გაუჭირდებოდა ჯინიკაშვილს ახლა. ესეთი ბურთი შემაგრება საკმაოდ ძლიერი გადაცემა წავიდა მას. გუგუშის გადაცემა წინ არაზუსტი აღმოჩნდა დაიბრუნა ბურთი აპტოსმა. აქტიურად ეთამაშებოდა ბალანჩივაძე მოწინააღმდეგეს, დაიბრუნა, მაგრამ შემდეგ დაკარგა ისევ არისმა შეტევაში. ბურთი ჯენიკაშვილი ურტყავდა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით, სწრაფი კონჩეტევაზე წამოვიდა ჯანელიძე. ნახოთ პასს თუ ჩააგდებს საჯარიმოში, გადავიდა ბურთი. არაჯანაშვილის მოგერიების შემდეგ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კუთხურს მოაწვის არის. ჩხაბერიძე გააკეთებს ამას. გუგუშის დარტყმა. გამოიტანა სახიფათო ზონიდან აპტოსმა. აფიშვილი უკან აკეთებს ბერძენაძეზე. ზუსტი პასი იყო ახლა. ვაჩაკიძეზე. ნახოთ გუგუში როგორ გამოიჩენს დღევანდელ შეხვედრაში თავს, თუ შემოგთავაზებს რაიმე. ამას ჰაილაითებს შეხვედრის პირველივე ტაიმში არესის 22 ნომერი. სწორედ მას აქვს ახლა ბურთი. გადაცემა მარჯვენა ფლანგზე პირდაპირ დარტყმა გადაწყვიტა ვაჩაკიძემ. ბურთი დარჩა იმ ეპიზოდში აპტოს, მაგრამ შემდეგ დაკარგა უწყლიან სიტუაციაში. როგორც ჩანს არბიტრი არ აფიქსირებს თამაშის წესების დარღვევას, მაგრამ ბურთი დარჩება აპტოს. არა, სხვა გადაწყვეტილებას იღებს არბიტრი. ნახოთ გამეორებით ეპიზოდი. არა, დააფიქსირა საბოლოოდ როგორც ჩანს არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა ფარაჯანაშვილზე. როგორც ჩანს ამისკენ მიუთითა ხელი, ისე გაიშვირა არბიტრმა, რომ მეგონა 11 პენალტს ნიშნავდა.
არ მიხსენებია მთავარი არბიტრები არჩილ კოკაია და გიორგი ვადაჭკორია უძღვებიან და განსჯიან ჩვენ დღევანდელ შეხვედრას. რას მოიფიქრებს არესი პირდაპირ კარის მიმართულებით დარტყმის მცდელობა საბოლოოდ მხოლოდ კუთხით შემოიფარგლება არესი. ალანჯივაძე თავად ჩააწვდის როგორც ჩანს პირდაპირ კარში უნდა და ეგრეთ წოდებული ჩახვევა ეხლა. ნაბიშვილის დარტყმა ხარიხას ხდება შეტევაშია ისევ არესი მორიგი დარტყმა ჯერად ბალანჩივაძის მხრიდან გააქტიურდა შეტევაში ქუთაისური გუნდი. ასე თუ ისე მოიპოვა ბოლო რამოდენიმე წუთია არის მაუპირატესობა როგორც ბურთის ფლობაში ასევე შეტევების ორგანიზებაში თავის მხრივ ავტოს მას დაუთმო ახლა მოწინააღმდეგეს მოედნის ცენტრი ნაფიშულზე საბოლოოდ დაჯარიმდა ნადირაძე საკმაოდ უხეში იყო ავტოსის 13 ნომერი ნაფიშულთან დუელის დროს. ტუღუში შეეცდება არ დატოვოს მშრალად ავტოსის კარი შეხვედრის პირველ ტაიმში რაც ამ ეპიზოდში არ გამოუვიდა მაგრამ შეტევაში დარჩება ქუთაისური გუნდი. ეკიმი შემოვიდა მოედანზე დრო გაჩერებულია როგორც ჩანს ჯინიკაშვილმა მიიღო მცირედი ტრავმა. პირველ ტაიმის ეკვადორი უკვე გადავიარეთ რა შეგვიძლია ვთქვათ ავტოსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო პირველივე წუთებზე შეუტია მოწინააღმდეგეს და გამოიღო კიდევაც ამ შეტევებმა შედეგი გოლის გატანა მოახერხა კიდევაც ჯინიკაშვილმა საბოლოოდ ანგარიში მიიღეთ 1-0. ამ ყველაფრის შემდეგ სურათი შეიცვალა პირველ ნომრად თამაში დაიწყო არესმა მოიპოვა ბურთის ფლობაში უპირატესობა ასევე სახიფათო მომენტები უფრო მეტი შექმნა მოწინააღმდეგის კართან და საბოლოოდ მიმდინარეობს შეხვედრის მე-12 წუთი. პირველი წუთშესვენება დღევანდელ შეხვედრაში. ვისარგებლებ წუთშესვენებით მადლობას გადაუხდი თბილისის მერიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს. ასევე დიდი მადლობა ჩვენ გენერალურ სპონსორს BetLive-ს და ასევე გეტყვით რომ ჩვენი მედია პარტნიორია BeLive. შეცდომა რომელიც ნაფიშულმა დაუშვა საკმაოდ კარგად გამოიყენა ჯინიკაშვილმა. ისეთ პრესინგს სავარაუდოდ არ ელოდებოდა ნაფიშვილი პირველივე წუთებზე ჯინიკაშვილის მხრიდან. დარჩენილ არასრულ 9 წუთში საკმაოდ საინტერესო თამაში წავა ამაში დარწმუნებული ვარ. დაბრუნდნენ უკვე გუნდები მოედანზე. ნახოთ გააგრძელებს თუ არა არის ისევ პირველ ნომრად თამაშს. და ისევ გააგრძელებს თუ არა ავტოსი მოწინააღმდეგისთვის მოედნის ცენტრის დათმობას ამ ყველაფერს არასრულ 9 წუთში ვნახავთ შეხვედრის პირველ ტაიმში. შეგახსენებთ ანგარიშია 1-0 ავტოსის სასარგებლოდ. და ავტოსი უტევს ახლა მოწინააღმდეგეს ჯინიკაშვილი ძალიან კარგი იყო პრესინგის დროს საბოლოოდ როგორც ჩანს სწორედ მან დაარღვია თამაშის წესები ტუღუშთან დუელის დროს წამოვა შეტევაში ახლა არესი ბალანჩივაძე როგორც ჩანს ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები სწორედ მისგან ცდილობს არესი რომ როგორ შეინარჩუნოს
არ იქ შემთხვევაში უფრო და უფრო მოუმატოს. აბდოსი კი შემთხვევაში ცდილობს მოწინააღმდეგისთვის რომ ხელი შეუშალოს ამ ყველაფერში, აქ ნაფიშულზე დაჯარიმდა ხიდაშელი და პირველი ყვითელი ბარათი დღევანდელ შეხვედრაში. მოდი მტკივნეული იყო ალბათ შეტაკება ნაფიშულისთვის, აი ნახოთ გამეორებით. უხეშობა იყო, სადაო შეიძლება იყო თუ არა ყვითელი ბარათი. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა რო იყო, ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. წამოდგა ნაფიშვილი. ძიმე დარტყმა იქნებოდა არესისთვის რომ ძიმე ტრავმა მიიღო ახლა სწორედ ნაფიშვილს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერია შეგახსენებთ არესის 10 ნომერი. კალანჩივაძის დარტყმა საკმაოდ ძლიერი, მაგრამ საკმაოდ არაზუსტიც ამავე დროს. ჯინიკაშვილზე წავიდა პირდაპირ ბურთი რა სიტუაციაში მოიპოვა ახლა ჯინიკაშვილმა. პირატესობა. არ არის შეგახსენებთ ჯინიკაშვილი მაღალი, მაგრამ საკმაოდ სწრაფია. მის ხარჯზეც ახერხებს ხოლმე მოწინააღმდეგის საკმაოდ კარგად დააპრესინგებას. ჩვენ შეგვიძლია ხისთან თამაში და ვეთამაშოთ რა. ამოდი. დაუბლოკა ახლა გადაცემა ნაფიშვილმა ხიდაშელს. ბურთი დარჩა აპტოსი. აპტოსი ცდილობს როგორმე ტემპი დააგდოს. კარგი გადაცემა ხიდაშელის მხრიდან. ჯინიკაშვილია შეერთების მარჯვენა ფლანგზე საბოლოოდ ბურთი დარჩება. აპტოსი. თავად ჯინიკაშვილი მოაწვის. აუტს. საკმაოდ ძლიერი. დარტყმა შემოგთავაზა ახლა ჯინიკაშვილმა აუტის ხაზიდან. ბურთი დარჩა მისსავე გუნდს. ამჯერად მარცხენა ფლანგიდან შეუტევს აპტოსი. ისევ საჯარიმოში ძლიერი გამჭოლი გადაცემის მცდელობა ამჯერადაც გამოიტანა სახიფათო ზონიდან ბურთი ქუთაისურმა გუნდმა. კარგად თამაშობს და ყურადღებით რას თავარია ტუღუშია გავდამე კარგი თამაშის წესების დარღვევას ეს. აი სწორედ ეს უნდა იყოს ჩემი აზრით ყვითელი ბარათი. საკმაოდ უხეში და ხისტი თამაში შეთავაზა აპტოსმა მოწინააღმდეგეს ამ შეხვედრაშიც. როგორც წინაში შეთავაზა ავტოიმპორტს. უაკი იყო კონტაქტი. შეიძლებოდა ყვითელი ბარათის მიცემა. მოკლედ გაგრძელდა თამაში. ბერძენაძე საბოლოოდ უშვებს შეცდომას. აპტოსმა დაიბრუნა მოწინააღმდეგის ნახევარზევე ბურთი. ისევ ჯინიკაშვილი და ისევ შეტევის მარჯვენა ფლანგი. ნახოთ ამჯერად რას მოიფიქრებს. პირდაპირ კარში წავიდა შეგახსენებთ. გოლი რომ გასულიყო არ ჩაიცვლებოდა, რადგან ერთ ფეხბურთელს აუცილებლად უნდა შეეხოს. სანამ გოლი გავა, ანუ ბურთი უნდა გათამაშდეს აუტის ხაზიდან შემოტანის შემდეგ. მცირედი ქაოსი არის ის საჯარიმოსთან.
კარგი პასი ტუღუშის მხრიდან ნაფიშვილი ვეღარ წაიღო ბურთი კარგად დაუხდა მას ნადირაძე მოედნის ცენტრში. ხომასურიძე შემოვიდა ნომერი 22 ავტოსის რიგებში. ამჯერად რას მოიფიქრებ ჯინიკაშვილი? ისევ პირდაპირ კარში დაარტყა. აუტიდან აქ საკმაოდ ძლიერი დარტყმა გამოუვიდა ჯინიკაშვილს გადარჩა ამ ეპიზოდში ნამდვილად არის. როგორც ჩანს იქნება კუთხური. ოთხწუთზე ნაკლები შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე შეგახსენებთ. ანგარიშია 1-0. ხუდაშელის დარტყმა საკმაოდ არაზუსტი გამოდგა. ბერძენაძე დაიწყებს საკუთარი გუნდის მორიგ შედგენას. საკმაოდ მაღალ პრესინგს თამაშობს პირველ ტაიმში ავტოსი. ბოგველზე დაფიქსირდა თამაშის წესების დარღვევა, ბოგველიც შემოვიდა მოკლედ ავტოსის ძირითად შემადგენლობაში. როგორც ჩანს მათიაშვილი გაიყვანა კახატოგონიძე. ძლიერი პასი იყო, გაუჭირდებოდა ჩხაბერიძეს ამ ბურთის შემაგრება. ასევე მაღალ პრესინგზე ავიდა ქუთაისური გუნდიც. მოკლედ ძალიან დაზაბული მეორე ტაიმი იქნება, ამაში დაარწმუნებული ვარ ერთი შეხებით ჯინიკაშვილის დარტყმა, ბერძენაძე ადგილზეა. ნაფიშვილი, აქვს მომენტი არის, დროულად დატოვა კარი ფარაჯანაშვილმა დარტყმა. დამატებაზე ჯანელიძე, ასევე ნაფიშვილი ურტყამს მოწინააღმდეგის მიმართულებით, მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით, უпростоრად შტურმი მოუწყო არესმა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ანგარიში უცვლელია. დროულად დატოვა ფარაჯანაშვილმა კარი, მაგრამ ბურთი ვერ მოიგერია შორს. შემდეგ შესანიშნავი სეივი შემოგთავაზა ნაფიშვილის დარტყმის შემდეგ ჯანელიძემ მოახერხა ზუსტი დარტყმის შესრულება ბოლო ეპიზოდში. გადარჩა ნამდვილად ავტოსი. სედიზეთ 3 მომენტი, 3 კარგი მომენტი ქონდა არის. ისევ წუთ შესვენება. რა თქმა უნდა, ანგარიში 1-0 ავტოსი სასარგებლო და არესი რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო მეტ რისკზე წავა. ეს ნახევარფინალია. წაგება სახში წასვლის ტოლფასია, მოკლედ. ამიტომ დასაკარგი ამ შემთხვევაში არის არაფერი აქვს. შეგახსენებთ, ეს არის ბეტლავი მასტერ კაპის ნახევარფინალი ჩვენთან ერთად. დარჩით სტრიმზე, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან საინტერესო წყვილი გაელოდება თბილისის მერიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ. აფიშა საკმაოდ საინტერესოა. თამაში უკეთესი იქნება. თუ ორივეგან არის ბაზარი არაა და თუ მარტო ერთისგან არის დავაი ყურადღებით დავაი წევოთიგრებით გოლი გვიდა პირველ დაჩა დაახლოებით 2 წუთი. ნახოთ წავა თუ არა, ისევ დიდი ძალებით არის მოწინააღმდეგის ნახევრისკენ. კარგი პასი ნაფიშვილის მხრიდან ჯანელიძე მოედნის ცენტრში. კარგად გადავიდა ხიდაშელი მასზე და ბოლომდე მიყვა არესის ნახევარი ცდილობს ეხლა. პოზიციებს ხიდაშელი და ნადირაძე საკმაოდ კარგად იცვლიან, კარგად აზღვევს ეს ორი დამცველი ავტოსის ნახევარმცველებს. ასე კი ელიხაშვილი ეხმარება ხოლმე ავტოსის დამცველებს ხის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ავტოსი ტოვებს საკმაოდ შეკრული გუნდის დაბეჭდილებას და ესეც არის პრინციპში. ნაძლიერი გამოდგა ბერძენაძის პასი ვერ შეწვა, რა თქმა უნდა, ჯანელიძე ამბობს.
ჯანელიძეს უფრო მეტი აქტიურობა მოეთხოვება შეხვედრის მეორე ტაიმში, წინა შეხვედრაში საკრული გადაცემაც გააკეთა და გოლიც გაიტანა. მიმდინარეობს პირველი ტაიმის ბოლო წუთი. ამიტომ არის ის გულშემატკივარი სავარაუდოდ დიდი იმედებს ამ ყარებს ახლა ჯანელიძეზე. ისევე როგორც ნაფიშვილზე, ისევე როგორც ტუღუშზე. ორი რამ იქნება სწორედ ამ სამ ფეხბურთელზე დამოკიდებული საჯარიმოში ჩაგდება ტუღუშის მხრიდან გამოაქვს ბურთი აპტოს დამატებაზე რასეევი შემოგთავაზა ფარაჯანაშვილმა ბრავო. ისევ არესია შეტევაში ამჯერად აუწე მოიგერია აპტოსმა ბურთი. ისევ ტუღუში, ისევ შეტევის მარცხენა ფლანგი, ამჯერად ნაფიშვილზე გადაცემა პირველი მომიჯივე შეცვლა ნაფიშვილი, შემდეგ შეცდომაც დაუშვა, წამოვიდა კონჩეტევაზე აპტოსი. კარგი იყო ჯანელიძე, დროულად ჩამოუსწრო ბოგოს და არ მიწა წინსვლის საშუალება. დაიწყო შეხვედრის, ამოიწურა უკაცრავად შეხვედრის პირველ ტაიმისთვის განკუთვნილი 20 წუთი. ბურთი როგორც კი დატოვებს მოდის ფარგლებს დასრულდება პირველი ტაიმი. და დასრულდება აპტოსის გამარჯვებით ანგარიშით 1-0. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო შეხვედრის მეორე ტაიმით. გიბრუნდებით ძალიან საინტერესო შეხვედრის მეორე ტაიმით. შეგახსენებთ, ეს არის BetLive Master Cup-ის ნახევარფინალური დაპირისპირება არესი აპტოსის წინააღმდეგ. მოახერხა შეხვედრის პირველ ტაიმში აპტოსმა მოწინააღმდეგის კარის აღება
ანგარიში კი დარჩა 1-0 და მოიგო კიდევაც შეხვედრის პირველი ტაიმი აპტოსმა. ნახოთ როგორი მეორე ტაიმი იქნება, რადგან პირველი ტაიმის მეორე ნახევარი საკმაოდ დიდი ძალებით შეუტია არესმა მოწინააღმდეგეს, ამის შტურმიც კი მოუწყო. არაფერი აქვს დასაკარგი არეს და დაწუნებული ვარ. 1-0 შეხვედრა არ დამთავრდება, ბოლო გოლი ეს არ ყოფილა. კიდევ უნდა ვიხილოთ გოლები წესით და რიგით. კარგი პასი ტუღუშის მხრიდან. შეტევაშია ეხლა. არესი, საკმაოდ საფრთხო იყო მათი შეტევა. ნაფიშულს უკან მოუწია ჩამოსვლა მცველების დასახმარებლად მარტიაშვილის დარტყმა. საბოლოოდ დარჩება ბურთით არესი. ის მომენტი, როდესაც საჯარიმოში საკმაოდ საფრთხოდ ჩააგდო ბურთი ჩხაბერიძემ. ისე რომ ამის საკუთარ კაცში გაიტანა აპტოსმა გოლი. ბერძენაძე წინიგერიებს. ერთადერთი გოლის ავტორი კი აპტოსის რიგებში გახლავთ ჯინიკაშვილი. ნაფიშვილი შეესდომით ისარგებლა აპტოსის 17 ნომერმა და მოახერხა პირველივე წუთებზე გოლის გატანა. ამის შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლა. მორიგი ყვითელი ბარათი, რომელიც არჩი გოკაია ახლა. გარესის ერთ-ერთ ფეხბურთელს. უჩვენა, ვერ დავინახე სიმართლე გითხრათ. ვინ დააჯილდოვა გოკაიამ ყვითელი ბარათით. მცირედი არეულობა მოედნის ცენტრში ტუღუში დაეუფლა. ნაფიშვილი მოედნის ცენტრში უკან უწევს პასს გაკეთება საკუთარ კაპიტანზე, ბერძენაძის გადაცემა წინ. სავარაუდოდ აპტოსი დარჩება ბურთით. ხიდაშელის გადაცემა მარცხენა ფლანგზე. ხაშუმა წისყო ვეღარ მოახერხა და ბურთი გაიქცა საბოლოოდ მოედნის პარკლებს გარეთ. ჯინიკაშუმა აშკარად დაარღვია თამაშის წესები ტუღუშთან თამაშის დროს. ტუღუშმა დაუშვა ახლა შეცდომა, ისევ ჯინიკაშვილი ამჯერად ბოლომდე ვერ გამოიყენა სათავისოთ ეპიზოდი. აკი ჯანელიძე დაჯარიმდა. იდაშელის წინააღმდეგ. დრო გაჩერებულია, რადგან ექიმი შემოვიდა მოედანზე და ყვითელი ბარათი ასევე დაიმსახურა ჯანელიძემ ამ ეპიზოდში. ჯერჯერობით საკმაოდ თანაბარი თამაშია შეხვედრის მეორე ტაიმში. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ბევრად უფრო აქტიური იყო. ჯერჯერობით ტემპის მოძებნა გაუჭირდათ, ასე ვთქვათ, გუნდებს. უნდა გაგრძელდეს ახლა თამაში. აიწელა ბოლო პაუზა ძალიან. იდაშელმა ჩააგდო ბურთი არესის საჯარიმოში, მაგრამ გამოიტანა არესმა საკმაოდ მარტივად. წინა ეპიზოდში როგორც ჩანს, სწორედ ბალანჩივაძემ
არის 9 ნომერმა დაიმსახურა ყვითელი ბარათი. ავადოთ საჩთან კამათის დროს. ჯანელიძე ხა ფრთხილად უნდა იყოს, უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან მას უკვე აქვს ერთი ყვითელი ბარათი. კასნაკული დარჩება წინააღმდეგ შემთხვევაში არესი მოედანზე. ზოგადად ხიდაშელსაც აქვს ერთი ყვითელი ბარათი ავტოსის შემადგენლობაში. მათიაშვილსაც თუ არ ვცდები. ეძენაძე მარტივად დაეუფლა ბურთს. საკმაოდ არეული თამაში შემოგთავაზეს შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა. გაუჭირდათ, ასე ვთქვათ, საკუთარი თამაშის მოძებნა და ტემპის, რაც მთავარია, ორივე გუნდმა ტემპი დაკარგა შეხვედრის მეორე ტაიმში. ამჯერად გაგოშიძეს ჭირდება დახმარება ექიმის. დრო რა თქმა უნდა გაჩერდება. ფეხი გადაუბრუნდა. მე მგონი გაგოშიძეს ეს არის ძალიან მტკივნეული ტრავმა. საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი მსგავსი ტრავმა, ამიტომ ვიცი თუ რა ტკივილს გრძნობს ახლა გაგოშიძე. მედი მაქვს რომ ნაღწობი მაინც არ აქვს ახლა ფეხი. დიდი ალბათობით ვეღარ შეძლებს. აი ზუსტად აი გადაუბრუნდა მარცხენა ფეხი, ძალიან მტკივნეულად დააბიჯა გაგოშიძემ ახლა. სავარაუდოდ ის ვეღარ შეძლებს თამაშის გაგრძელებას. რადგან რამოდენიმე წუთში ახლა ფეხი წეს უნდა გაუსივდეს გაგოშიძეს, მაგრამ გაუყინა როგორც ჩანს ექიმმა და თუ ახლა გაგოშიძემ თამაშის გაგრძელება შეძლო, ამის გმირობის ტოლფასი იქნება მისი მხრიდან. წარმომიდგენია რა ტკივილით მოუწევს მას დარჩენილ წუთებში თამაშის გაგრძელება. ჰქონდა მომენტი ახლა მათიაშვილს, უყურადღებოდ დატოვეს ის მცველებმა. ეხლა ძიჩქარა ოდნავ ბერძენაძე. ჩხაბერიძეზე გადაცემის დროს. თამაშის ტემპი ძალიან დავარდა. რა თქმა უნდა, თამაში ხელს შეუწყოს აპტოსი პირიქით მოწინააღმდეგეს, რომ შეიძლება დაბალ ტემპში ითამაშოს ახლა არესმა. რადგან ეს აწყობს პირველ რიგში სწორედ აპტოს. მსგავსი ტაქტიკით მოახერხა სწორედ ავტოიმპორტის წინააღმდეგ წარმატების მიღწევა აპტოსმა. კარგად გადავიდა შეტევაზე, მაგრამ ოდნავ ძლიერი პასი აღმოჩნდა ჯანელიძის მხრიდან. თითქოს ორი სხვა გუნდი გამოვიდა შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე, ბევრად უფრო აქტიურები იყვნენ გუნდები შეხვედრის პირველ ტაიმში. დარჩა ახლა ბურთით ნაფიშვილი ძალიან რთულ სიტუაციაში. ისე მათიაშვილს ჰქონდა მომენტი, ამჯერადაც ვერ გამოიყენა აპტოსის კაპიტანი. ისე არესი წამოვა შეტევაში. ჩხაბერიძე ამდე როგორც ჩანს თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა, სიმართლე გითხრათ ვერ დავინახე რა მომენტში. ეს ნომერი 3 ღირდალაძე შემოვიდა არესის რიგებში.
შეტევის მარჯვენა ფლანგი დარტყმა საკმაოდ სახიფათო დარტყმა გამოუვიდა ჯანელიძეს, მაგრამ ძალიან ყურადღებითაა პარაჯანაშვილი. უკვე მერამდენი კარგი სეივი შემოგთავაზა აპტოსის კიპერმა. მომენტი ჰქონდა იგდალაძეს, მაგრამ ვერ გამოიყენა. შედარებით უფრო გააქტიურდა არესი ბოლო 1 წუთის განმავლობაში. კარგიც რომ მოძრაობა, მაგრამ პარაჯანაშვილი ტოვებს კარს ძალიან დროულად. დიდი დამსახურება აპტოსის კიპერის, რომ ანგარიში ისევ 1-0-ია. მისი გუნდის სასარგებლოდ. მალევე გაათამაშა ბურთი მათიაშვილმა, დარტყმა შორეული, გადარჩა არესი. ის ორი გაგვიმეორებს აუცილებლად ამ მომენტს, ორსები ძელს მოხდა ბურთი. აქ დააფიქსირა დუღუშზე თამაშის წესების დარღვევა არბიტრმა. აი ეს მომენტი, ნახოთ კარგად გამეორებით თუ რა მოხდა. ძელმა გადაარჩინა ქუთაისური გუნდი. ეს კი მომენტი, როდესაც საკმაოდ რთული სეივი შეასრულა ფეხით პარაჯანაშვილი. რამოდენიმე ფეხბურთელი ემზადება. დარტყმა და ისევ პარაჯანაშვილი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აპტოსის კიპერს აპტოსის წარმატებაშივე. ჯანელიძის დარტყმა სახეში მოხდა ხიდაშელს. მასაც დაჭირდება ახლა ეკიპის დახმარება. ტემპერატურა ძალიან დაბალია და სახეში ესეთი ძლიერი დარტყმის მოხვედრა ძალიან ტკივნეული იქნება დამიჯერეთ. ძალიან ტკივნეული. იქიმი გაუწევს ახლა დახმარებას ხიდაშელს. ძალიან მიგურს გაგოშიძე ახლა როგორ აგრძელებს თამაშს. აპლოდისმენტები ჩემგან არესის 2 ნომერს. მსგავსი ტრამვის დროს პირადად მე 1 კვირა ფეხზე ვერ დავდიოდი. გაგოშიძემ კი დაახლოებით 20 წამში, 30 წამში წამოდგა და გააგრძელა თამაში. აი ეს არის გუნდის ერთგულება, რაც დასაფასებელია რა თქმა უნდა. მაღალი პრესინგი შეთავაზა არესმა მოწინააღმდეგეს. აღარ მიცა მათიაშვილმა წინსვლის საშუალება და სწრაფი კონჩეტევის განხორციელების საშუალება ქუთაისურ გუნდს, ისე რომ საერთოდ დაიბრუნა აპტოსმა ბურთი. თამაშის წესები დაარღვია როგორც ჩანს ჯანელიძემ. ძალიან მთხილად უნდა იყოს ის, რადგან 1 ყვითელი ბარათი მას უკვე აქვს. არც უნდა ეკამათოს ახლა გიორგი ვადაჭკორიას ის. რადგან საჭთან კამათის დროსაც კი შეიძლება მიიღოს ყვითელი ბარათი. რატომ აპელირებს? იმაზე რომ არ იყო თამაშის წესების დარღვევა, არის ჯერ ხელით იჭერდა ჯანელიძე აქ მოწინააღმდეგე, შემდეგ ვარდნა გააკეთა საერთოდ. ორივე შემთხვევაში არ ღვევდა თამაშის წესებს არესის 7 ნომერი თუ იქნებით ობიექტურები. ხიდაშელის დარტყმა, რომელიც დაიბლოკა, სწრაფკონჩეტევაზე წამოვიდა სწორედ ჯანელიძე. მარცხენა ფლანგზე ჩხაბერიძეზე გადაცემა, ისევ ჯანელიძე გააქტიურდა აშკარად არესის შეტევაში. ბურთის კონტროლი ჭირდება ახლა ქუთაისურ გუნდს, რომ იგრძნოს თამაში. საჯარიმოს მიმართულებით გადაცემა რთულ სიტუაციაში იყო რა თქმა უნდა ბალანჩივაძე. ცოლებმა კარგად შეარჩიეს პოზიცია. ნაფიშვილი ისევ საჯარიმოში ჩაგდების მცდელობა, ტუღუშის დარტყმა და გადარჩა აპტოსი. რა კარგი მომენტი ჰქონდა არესის 22 ნომერს. კარგი იყო ასევე ნაფიშვილის გადაცემა. ამაზი გოლი გაქონდა ტუღუშს. დასანანია რა თქმა უნდა.
საუბრობ რა თქმა უნდა ნეიტრალური გულშემატკივრის გადმოსახედიდან. ერთი გოლი აპტოსის კარში შეცვლიდა აბსოლუტურად თამაშის სურათს. მეორე ტაიმის ეკვატორიც უკვე გადაუიარეთ. 9 წუთზე ნაკლები არის კამბეკისთვის. გენებოთ 9 წუთზე ნაკლები აპტოს ფინალში გასასვლელად. იქნება მორიგი წუთშესვენება. ვისარგებლებ წუთშესვენებით, მადლობას გადაუხდით თბილისის მერიას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გენერალურ სპონსორს BetLive-ს. გეტყვით რომ ჩვენი მედია პარტნიორია BeLive. აქვე გეტყვით იმასაც რომ ამ შეხვედრის დასრულებისთანავე დაიწყება ნახევარფინალური დაპირისპირება თბილისის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის. ხოლო საღამოს 7 საათზე უკვე გაიმართება BetLive Master Cup-ის ფინალი. როგორც ყოველთვის იქნება ძალიან კარგი პრიზები და ასევე სიურპრიზებიც კი აქვს. BetLive Master Cup-ის სტაფს. გაგრძელდება ახლა შეხვედრა. ხიდაშელი გააკეთებს ამას. გადაცემა წინ. ნიკაშვილი, მაგრამ დროულად დატოვა ბერძენაძემ კარი. შემდეგ როგორც ჩანს ჯინიკაშვილს შეეხო ბურთი შეცდომა ხიდალაძის მხრიდან. წინააღმდეგის ნახევარზე დაიბრუნა ბურთი აპტოსმა, ჯინიკაშვილი შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიძრა. საბოლოოდ ბურთი გაიქცა თუ კუთხური იქნება, მაგრამ ბურთი გაიქცა როგორც ჩანს ჯინიკაშვილს. რა თქმა უნდა მალევე შემოიყვანა ბურთი თამაში ბერძენაძემ, საკუთარ ნახევარზე ახლა არესი, აღარ გარისკა გაგოშიძემ. ტუღუში შეტევაში გავდა თამაშწესების დარღვევას. ფრთხილად უნდა იყოს რა თქმა უნდა ხიდაშელი. ეს ჟესტი იმას ნიშნავდა რომ იცის მან რომ ერთი ყვითელი ბარათი მისთვის არა მარტო მისთვის იქნება სავალალო შეიძლება აპტოსისთვისაც აღმოჩნდეს რადგან კასნაკული დარჩება. აპტოსი ხიდაშელის გაგდების შემთხვევაში მოედანს. ნაფიშვილი შეეცდება. დამეთქვა რომ დათქმის განხორციელებას, მაგრამ საბოლოოდ ასე გააკეთა აქცენტი. არის ის 10-იანი. ნაფიშვილია შეტევაში რა კარგიც რომ მოძრაობა და ეს აბსოლუტურად დამსახურებული ყვითელი ბარათია. ასაპროტესტებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი ხლა ნადირაძე. გამეორებით. რა თქმა უნდა ეს არის თამაშწესების დარღვევა. დამსახურებული ყვითელი ბარათი მიიღო ახლა აპტოსის 3 ნომერმა. არ გამოუვიდა ზუსტი გადაცემის შესრულება, რა კარგი მომენტი ჰქონდა ახლა ჯანელიძეს. კარგი პასი იყო დუღუშის მხრიდან, მაგრამ ვერ გამოიყენა. ეპიზოდი არის ის 7 ნომერმა. აქ როგორც ჩანს ბურთი დარჩება არესი თუ უჭერებს ჯინიკაშვილის რეაქციით.
არასრული 6 წუთი. შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე. კარგი იყო ტუღუში. დაკარგა არესმა. საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში, მაგრამ ვერ გამოიყენა ეს შეცდომა ავტოს. ნაფიშვილი საჯარიმოს უკაცრავად ცენტრის მიმართულებით გადაცემა ჯანელიძე დარტყმა საკმაოდ კარგი მომენტი ჰქონდა ეხლა არის. სიტუაციაში იყო კაპანაძე საბოლოოდ. სწორედ მან დაარღვია როგორც ჩანს თამაშის წესები. რა უნდა გაუჭირდებოდა ამ ბურთზე თამაში ხა. ტუღუშს შეცვალა ფლანგი ნადირაძემ, ჯინკაშვილი საჯარიმოს გასწრულ გადაცემა რომელიც არ გადის. ვაჩაკიძის გადაცემა წინ. კარგი სერვი ბერძენაძის მხრიდან. მომენტი ჰქონდა ასევე გელიხაშვილსაც. ეს მარჯვენა ფლანგიდან კუთხურს მოაწვის საფტოს. კარგად შეიმაგრა ბურთი გელიხაშვილმა. დაიბრუნდა საბოლოოდ არესმა ბურთი აქ არ შეიძლება. შეცდომის დაშვება, კარგი იყო ძალიან ვაჩაკიძე. გაგოშიძე გადაცემა წინ. ჩანასახშივა ეტყობოდა რომ ძალიან ძლიერი გადაცემა გამოუვიდა გაგოშიძეს. ნახოთ თუ მოახერხებს წერტილის დასმას და დუბლი ჯინიკაშვილის შესრულებით. უკვე ძალიან გაუჭირდება არის კამბეკის შესრულება. 3 წუთზე ნაკლები ექნებათ მათ ამ ყველაფრისთვის. ნახოთ შემოგთავაზებთ თუ არა ქუთაისური გუნდი რაიმე სასწაულს. ჯინიკაშვილი კი ახერხებს დუბლის შესრულებას დღევანდელ შეხვედრაში. აპტოსის სხვაობა უკვე ანგარიში გახდა 0-2 გიორგი ჯინიკაშვილის აპტოსმა უფრო სწორად სხვაობა უკვე 2 ბურთამდე გაზარდა. ძალიან კარგი დარტყმა გამოუვიდა ჯინიკაშვილს თავზე გადაუგდო ბერძენაძეს. კარგი და ზუსტი რაც თავადია. ძალიან გამოზომილად მოახერხა ჯინიკაშვილმა დარტყმის შესრულება. ტუღუში დარტყმა ხდება ცოცხალ კედელს. ჩამოიშალა თითქოს არის ისევ ჯინიკაშვილი. ამჯერად პასი გააკეთა, ის იყო წერტილის დასმა საბოლოოდ აპტოსის მხრიდან. ასისტი რომელიც შეასრულა ჯინიკაშვილმა. სიგოლი გაიტანა ედგარ ოზარიანის, ედგარ ოზარიანის. აპტოსის რიგებში კი გოლის გატანა მოახერხა ედგარ კაზარიანმა. მედინაროს შეხვედრის ბოლო წუთი. ანგარიში გახდა 3-0. მსგავსი სტილი შეთავაზა აპტოსმა მოწინააღმდეგეს, როგორც ეს გააკეთა ავტოიმპორტთან, ოდნავ უხეში იყო აპტოსი დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ გამოიღო საბოლოოდ ამ სიუხეშემ, ასე ვთქვათ, შედეგი. რაღაც მომენტში გატეხა სავარაუდოდ აპტოსმა მოწინააღმდეგე.
ისე რომ კარით ამ შალად შეინახა. საკუთარ ნახევარზე უბრალოდ თუმცა აკონტროლებს ახლა აპტოსი დრო ამოიწურა აპტოსი არის წინააღმდეგ ანგარიშით 3-0 მოახერხა აპტოსმა გამარჯვება და გადავიდა ფინალურ ეტაპზე